2000 წლიდან ბავშვები ავიყვანე ფეხბურთში, სოფელში, დრო ჰქონდა თავისუფალი. დავიწყეთ ფეხბურთში ვარჯიში ბავშვებს. 2010 წლამდე ეს გრძელდებოდა ყოველგვარი ანაზღაურების, ყოველგვარი ხელფასის, ყოველგვარ ბავშვებს არ ვახდევიებდი და თავისუფალ დროს ვიყენებდი მათი აღზრდისთვის. 2010 წელს ლევან ბაბაშვილმა მაშინ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე იყო. დაამბარა და მითხრა, რომ ყურადღება უნდა მივაქციო სპორტსო და ამიტომ ოფიციალურად გაგაფორმებდო და დაგენიშნება ხელფასი. ნუ დავთანხმდი ახლა, მაგრამ რესპუბლიკის პარტიის წევრი ვარ და მაშინვე ვუთხარი მე ლევანის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ თუ ამას იმით ვაკეთებთ, რომ მე მითხრათ, რომ პარტიიდან უნდა წამოხვიდე ნახა ჩვენთან ხარ და ხელფასი ვიღებ, მე მაშინ ვუთხარ, ეს არ გაგივათ და აზრი არ აქვს წამოვარდნები. არა, მაგას არ გეუბნებიო, შენ ბავშვებს მიაქციე ყურადღება. კი ბატონო, 2010 წლის 1 დეკემბრიდან გავხსენდი და ვიღებდი ანაზღაურებას, ხელფასი მქონდა 160 ლარს ხელზე და აპრილის 18-ში დავწერე განცხადება და წამოვედი. დავწერე იმიტომ, რომ თხოვეს, რომ გამეწერა, მითხრეს, რომ ასე არ გამოვა, ან იქ, ან წერა განცხადება თავი და მითხრა რა გაიწერე, მეთქი არა პრობლემა ისა, თვითონ იმას ეკნებოდა ალბათ რაღაც. დავწერე 18 აპრილის განცხადება და წამოვედი. გან ქართულ ოცნებაში ხართ, ამიტომ უნდა წამოსულიყავით სამსახურიდან? რა თქმა უნდა, ალბათ ეგრე თავარის და ჩემი პრეტენზია ჩემთან არ უნდა, იმიტომ რომ ვარჯიშებს არ ვწდენდი ბავშვებს და